დიდი ბრიტანეთის ელჩი კი პანკისის ხეობას სტუმრობდა. დენის კიფი ადგილობრივების მდგომარეობას ადგილზე გაეცნოდა. სოფელ დუიში 1999 წელს დაარსებული როდის სკოტის სახელობის ინგლისური ენის სწავლების ცენტრი და ამბულატორიას დაათვალიერა. ბრიტანეთის ელჩმა ის ჩეჩენილ ტოლვილებიც მოინახულა, რომლებიც ხეობაში ცხოვრობენ. ვიზიტის ბოლოს დენის კიფი მეჩეთსაც ეწვია. 12-струнная гитара там. Პანკისში პირველად ვარ, მაგრამ როგორც იცით, ყოველთვის პანკისის შესახებ დიდი დისკუსია, ისტორია, დოქტორი ისტორია და მინდა ჩემი თვალით ვნახო როგორი არის სიტუაცია. შემიძლია ვთქვა, რომ აქ მშვიდობიანი მდგომარეობა არის, მაგრამ ასევე მაინტერესებს როგორია ხალხის ცხოვრება. ზამთრისთვის მზად ვართ, შეშა გვაქვს, სიმინდი გვაქვს, დავფქვავთ, ფქვილი შემოდის ყველაფერი. დიდ თოვლობა აქ ისეთი არ არის, რომ რამე ყიდვა გაგვიჭირდეს.